მოგესალმებით ყველას, დავრუნდი ძლივს, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ერთვიანი პაუზა მქონდა და დავიწყე მაფია 2-ის თამაში. მოკლედ, გეგმები მაქვს შორის ძალიან ბევრი, თამაშებსაც შეიძლება ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და მინდა რომ ვითამაშო ძველი თამაშები, იმიტომ რომ ამასთან გამოვწერე Far Cry 1 და არ მეგონა თუ საერთოდ ჩაირთვებოდა ეგ თამაში, პროსტა ვიყიდე, იმიტომ რომ მეთქი კოლექციას დავამატებ თქო, მაგრამ როგორ ჩანს, ჩაირთო და ჩაირთო ისე რომ ქონდა ძალიან მაგარი გრაფიკა და მე ვფიქრობდი მეთქი ამ თამაშს აქვს რაღაცა 10 საათიანი გეიმპლეი თქო და ბარემ ამას გადავიღებ თქო, მაგრამ არ ვიცი ახლა როგორ შევძლებ ამდენ რაღაცას, იმიტომ რომ თან მინდა რომ ეს დავხურო, თან მინდა რომ კიდე მესამეს დავხურო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ ეგ იდიოტობა იქნება, პლუს კიდე Battlefield-ის რაღაცა ძველი ნაწილები მინდა რომ დავხურო, ერთი კიდე Call of Duty არის Modern Warfare-ი და ნუ ხო ხვდებით, ბევრი თამაში არის, მაგრამ ვერ ვიცლი და ეხლა სწორედ დავიწყებ კიდე თან კიდე რაღაცებს მოგიყვებით. მოდი ვითამაშოთ Medium-ზე რატომაც არა და ნახოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ თქვენს რომ კაი არის რა ესე ცოტა. ნახოთ. იმედია კარგი იქნება დაახლოებით იგივე როგორიც იყო პირველი. მაგრამ ერთი რაღაცა რაც მაინტერესებს არის ის რომ ეხა მიყენია 1920-1080 რეზოლუცია, მაგრამ ისე ჩანს რომ თითქოს უფრო დაბალი რეზოლუცია არის და არ ვიცი რა იქნება, ნახოთ მოკლედ. იმედია თამაში არ იქნება ძალიან გაწერილი ან ძალიან ცუდი გრაფიკით. Mafia 2. პირველი დავუხურეთ როგორც იცით. და ეს უნდა იყოს ეს Definitive Edition-ი, მაგრამ გრაფიკები არ ეტყობა რომ აქვს რა, კარგი. პირველს უფრო უკეთესი ქონდა ჩემი აზრით. მუსიკა მოხდა წეული ძალიან ბოლომდე, იმიტომ რომ იმ ლობიში როცა ვიყავი, მუსიკა ფაქტიურად 10-ზე მქონდა, მაგრამ მაინც ფარავდა ჩემ ხმას, ხო და My name is Vito Scaletta. უი. I was born in Sicily in 1925. მოიცა. არ შემიძლია არც მუსიკის გამო აწევა და არც დიალოგის აწევა ცოტა. აი არა უშავს. 1925 წელს დავიბადეო რა და ეგ პატარა ბიჭი მე ვარ. Standing there with my parents and my sister Francesca. ჩემ მშობლებთან და ასევე ჩემ დასთან დგავარ მანდ ჩვენს ძველ სახლთან რა. I don't really remember too much about the old country. თირა არ მახსოვს არაფერი მაგ ქვეყანაზე. Pretty hard up. მაგრამ გაჭირებული ვიყავით ჩვენ. My father decided it was time to move away. ერთხელ კიდე მამაჩემ გადაწყვიტა რომ დრო იყო უკვე წავსულიყავით სხვაგან. აბა და ალბათ გემი წავიდნენ. მუსიკა რო დაბალზეა, ცუდი არის ძალიან, არ უნდა მექნა ეს, უნდა გამედეს და ჯერ, მაგრამ არა უშავს. Away from Sicily. Sicily-დან shores. Across the ocean. ესე გადავცურეთ რა. America. გადავცურეთო რა ზღვაო და ამერიკაში შევედითო რომ ახალი ცხოვრება დაგვეწყო. და ეგ იყო მამის იდეა, აგერ მე მგონი მისი და არის ეგ. გრაფიკა რაღაცა ძალიან ცნაურად ცუდი აქვს, თუ მეჩვენება, ან შეიძლება ესე უნდა იყოს, არ ვიცი. Definitive-ს დავაჭირე ყოველ შემთხვევაში ხელი. Never in my life had I seen anything as fantastic as Empire Bay. It was beautiful. ესე იგი ამაზე არაფერი არ მინახიაო რა. 1925-ში დაიბადა ხო ეს? ანუ გამოდის On the other hand, I'd never seen anything filthier, more disgusting than our new shithole of an apartment. ნუ ესე იგი კარგი იყო ყველაფერიო, მაგრამ ამასთანავე ესეთი საზღვრობა არაფერი არ მინახია, როგორიც ჩვენი ნახალი სახლი იყო. American dream. ამერიკული ოცნება. It was more like a nightmare. უფრო საშინელება იყო რა ვიდრე I started მეგონა. working at the port for the guy who arranged our immigration. მამაჩემი პორტში მუშაობდა. And what little money he made mostly went towards booze. ცოტა ფულს აკეთებდა და რასაც შეუძლობდა იმასაც კიდე მე დასალევში ხარჯავდა. I had to learn English. I sure as hell wasn't going to do that in a neighborhood full of Italians. That's where I met Joe. Come on, Vito, hurry it up. We ain't got all night. ესე იგი მე სკოლაში შევედიო, რომ ინგლისური მესწავლაო, იმიტომ რომ იტალიელებთან მაგას ვერ ვისწავლიდიო. We were both poor and there wasn't much work around. Oh shit, we started a little business of our own. მე ჯონი შევხვდიო და რაღაც სამუშაო არ იყო არსად, ჩვენ პატარა სამსახური დავიწყოთ ბჭყალებშიო. ანუ გაძარცვა დაიწყეს რა. Vito, this way. Throw me the bag. Stop! I'm gonna shoot! Shit. Okay, you bastard. Spread your legs. Fuck. Now put your hands on the... Oh. I'm sorry, Vito. Well, that one time it didn't work out so good. The year was 1943. America was at war. And the army was looking for guys who spoke the language to help with the invasion of Sicily. I was 18. And anything seemed better than jail. ესე იგი Who says you can't go home again? 1943 წელს ომი დაიწყო ამერიკამ და ისეთი ბიჭები ჭირდებოდა, ვინც იცოდა იტალიური და ასევე ინგლისურიც, რომ
იმ ქვეყანაში რო ჩავიდა ამათი არმია, ალბათ ადგილობრივ მოქალაქეებსო დაელაპარაკონ, მაგისტვის ესე იგი ჭირდებოდათ. აქედან ვიწყებთ? On the 11th of July, we were supposed to be dropped over the southern coast of Sicily, but we got hit by flak and had to bail out, way behind enemy lines. Only 3 of us made it. If it wasn't for the local resistance, we wouldn't have had a chance. So when Mussolini's soldiers came into the town and started rounding everybody up, we decided to return the favor. ესე იგი, სხვაგან უნდა ჩავსულიყავით ჩვენ უფრო სამხრეთისკენო, მაგრამ უკრინდანო დაგვადგინო თავზეო და მოგვიწია რომ აქ ჩავსულიყავითო. მერე მოქალაქეები დაგვეხმარენო და ეხლა კიდე მოქალაქეებს რო კლავენ, ჩვენც კიდე უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს უგანო, იმიტომ რომ რაღაც ისინი დაგვეხმარენო, ხვდებით. აი, მოდი ეხლა გავაკეთოთ ჩვენ ისე რომ აუდიო იყოს, აი მუსიკა ნახევრად დაბალზე მაქვს. მოდი 40-ზე დავაყენოთ და voice-ები დავაყენოთ რაღაცა 60-ზე. Dai. Pensavate di poter giocare con noi? Di tradirci? Avete pensato male? მოღალატეები ხართ რა, თქვენ ხალხს ეუბნებიან. Take out the guy on the steps. Gli altri c'è nella resistenza. Rispondetemi. Oh, solo კაია. წადი, ძმა, რას აკეთებ? წადი, გამოდი მაქედან. რა შვება ტიპი, ბიჭო, არ გამოდის აქედან, გამოდი ძმა, გაანები მაგადგეს თავი. რაო? რავი, ვაჭერ ყველაფერს და არ გამოდის, აი left control-იო. ვაჰ, კიდე კაი, ბიჭო, აი. რა იდიოტობა. ვაჰ, ეს რა იყო? მოკლედ მეტი მოდიანო რა აკეთო და ეხლა მე მგონი ჩვენ გვიწყო რომ თქვენ აიღეთო ეგ პულიმიოტიო ესე რომ თქვათ. რატომღაც აი მიზანი აქვს ზედმეტად ზემოთ აწეული. This would be a great fucking time to use. Put a grenade through the window. Whoa! არ ვიცი რა ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აი აზრზე ვერ მოვდივარ რა ხდება. ოპა. მე ვიტყვები კი არის აქ, მაგრამ მაინც ანუ left control-ი. ვაწვევი ამ left control-ს, არ შვება არაფერს, აი რა. შენ აღებ კარებს? ვიღაცამ grenade ისროლა, მაგრამ ვინ? კაი. Must have the prisoners upstairs. ზემოთ იქნებიანო დაკავებულებიო. ესე იგი ციხიდან გამოგვიყვანეს რა იმისათვის რომ ამ ომში ყოფილიყავით. ხო და ამან თქვა რომ აი ციხესო მაინც ყველაფერი მირჩევნიაო და გადაწყვიტა რომ ომში მართლა შეერთებულიყო რა ამან. ხა. ეს საიდან დასპაუნდე აქ არისო. აი მიზანი ნახე. ბიჭო, ვინ არის ეს? აი მიზანიც კიდე უყურე დამიზნე, ეხა არ მიჭერი არაფერზე ხელი, მაგრამ მაინც დამიზნებული აქვს. ჯერჯობით მაგარი სისულელი არის.
აი ვერ ვიგებ საიდან მესვრიან ან მიზანი რატო აქვს ყოველთვის ესე დამატებული როდესაც აი არა მაქვს დაჭერილი ხელი მარჯვენაზე მაგრამ მაინც დამიზნებულია მეშინგანიო და სადა აგე ტანკი მოვიდა, რა თქმა უნდა, გამოდი ახლა აქეთ. გაუშვი, ხელი ვერო. აი, ვაჭერ ყველაფერს და არ შვება არაფერს. აი, left control-ი, მარჯვენა control-ი, ყველაფერი control-ი ვაჭერ და არ შვება არაფერს. გაანები ძმა თავი. აი. მოვკვდი ახლა თუ რა მოხდა? Dicevo al mio amico di stare attento. Fregatene di fare attenzione, fai ciò che ti è stato detto. I can't see him, but I can smell him. გადაგვიერეს როგორც ჩანს. ტვევი არ იქნება ახლა. ხელი შეუშალა ვიღაცა. Che diavolo sta dicendo? Chi si crede di essere? არ მესროლდო მეო. თქვენთვის რაღაცა მაქვს. და ბრძოლა დამთავრდა. Ma chi è quello? Lo conoscete? Lo conoscono tutti. Don Calò è un uomo d'onore. È lo stupido. No, amerikeლებმა თავი გაგვანებინო რა. No, è davvero Don Calò. Ogni tanto dovresti ascoltare i consigli di noiazzi del posto. Ci rendiamo? Sapete che potete fidarvi di me. შეგიძლიათ ვიღაც აყვიდოთ თქვენ უკანო უსაფრთხოთო და ამის გარანტიას მე გააზრევთო. An entire Don garrison Calò of qui troops ესე იგი ამას. surrendered that day. Why? Because he told them to. ძალიან ბევრიო დანებდაო მაგ დროს, იმიტომ რომ მარტივად რომ თქვა, ამან უთხრაო დანებებული იყვნენ რა. მოკლედ პირველი ნაწილი აი ეს chapter-ი და ეს თავი არ მომეწონა მართლა. ეგ იყო სრული სისულელე. ნახოთ ახლა რა იქნება მეორეში, Home Sweet Home. ანუ ესე იგი ახლა დავბრუნდით უკვე ჩვენ ამერიკაში 2 წლის მერე. 1945 წელი არის. 45-ში თუ არ ვცდები, იყო ის მომენტი, როდესაც პირველ თამაში ტომი დაქორწინდა სარაზე და შვილი ეყოლათ მერე. ანუ რაღაცა დაახლოებით ახლა 1 წელიწადში მაფია შეუერთდება ეს. A few years later, the Nazis put a bullet in me. რამდენიმე წლის მერეო ნაცებმა მესროლესო. Sleep so I could go home. რამდენიმე თვე მერე უკვე საავადმყოფოში ვიყავიო და მერე წამოვედი იქიდან. ეს ის არის, მისი მეგობარი. ვისთანაც წარსავდა და ვის გამოც დაგვიჭირეს ესე რომ ვთქვათ. I got my sauces. როგორ იცოდი რომ მოდიოდიო, ნუ წყაროები მაქვს რამეო და წამოდიო წაიყვანო. Nice car. Come from the territory. I know you're itching to get home, but first let's get a beer. Yeah, ნუ sure. ვიცი რომ სახში გინდა წავსვლა, მაგრამ მოდი ჯერ დავლიოთო. მე მგონი ამ ძარცობით რაღაცებით ეგ მანქანა იყიდა. სხვადასხვა YouTube-ზე უნდა ნახო, ანუ მარტო მე ვარ დებილი და მე ვთამაშობ ამ გრაფიკაზე თუ ზოგადად ესეთი გრაფიკა აქვს ამ Definitive Editions. Listen, Hey, there's a bear shit in the woods. Not like this place ever done me any favors, but anything's better than a foxhole. What's with this shitty weather? they're saying this is the coldest winter on record. Papers say it's gonna keep up like რა this. ხდებაო ამით დაკავშირებით და ამბობენ რომ ყველაზე ცივი ზამთარი არისო. How long's it been since we had a drink together, Vito? 2 years? Almost 3. დალებო გაგათხოვსო და რამდენი ხანი არისო რაც არ დაგვილებიაო, რაღაცა 3 წელიწადი იქნებაო. Got together was right after your romance funeral, right before you shipped out. You remember? 5 minutes, we're already talking about my deadbeat father. მამამისის გარდაცვალებაზე დავლიეთა ბოლოსო და Pal, 3 წლის what's წინ. it like over there anyway? როგორი იყო Read იქო? the papers to see what კითხულობდიო goes on. და მაინტერესებდა რა ხდებოდა. და ხო ვიცი როგორ ვერ ვიდან კითხავს, მაგრამ მაინც კითხულობდიო. Sort of. მუზოლინი მოკალითო ხო? Don Calò. ნუ დაახლოებითო რა, Don Calò დაგვეხმარაო. Really? ვიციო, გამიგიო. I know guys like him over here, wise guys. ვიცი Who ეგეთი wait for him, ტიპებიო you აკაცო. You fuck with him, you die. Nice თუ მაგათ წინააღმდეგობას გაუწევ, მოკლავსო. You got a medal, right? From old man Patton himself. მედალი Whoa, so მოგცესო you're a ხო? real war კიო. hero, huh? ანუ გამოდის რომ ესე იგი You screwed a couple of Sicilian broads and came home? Yeah, right.
ნამდვილი ვეტერანი ხარო რა. Over here you can screw anything with a heartbeat. No one gives a shit. What a country. Here's to the US of A and to having you back home. ნუ აქ ესე იგი ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, ცუდის და კარგიცო და რა ვიცი რა ინტერესებს. How come you back? They let you out early? როგორ დაბრუნდიო და ადრე გამოგიშვესო? A couple months back, spent some time in the hospital and... ნუ მესროლესო ტყვიაო You და gotta go back? Yeah, what'd you think? The war ain't over yet. You don't want to go back, do you? აჰა. Of course not, but what can I do? 1 minute. Wait. რო დამჭრესო ესე იგი მაგის გამო ცოტა ხანი გამომეშვესო და როცა გამოვკეთებიო მე უკან წავიდეო ისევეო. მე გინდაო შენ განსაცვლაო და არაო მაგრამ მოითხოვსო რა საქმეო. It's Joe. Remember last week, you know, the guy's name is Vito Scaletta. Thanks, Giuseppe. All right, I'll see you later. მე მგონი ჩვენზე უთხრა ხო რაღაცა რო თუ გახსოვსო ეს ბიჭიო. Okay, listen up. კაი რა მედიტაციაზე გოგო ვერ ნახე? It's much more serious than it first appeared, and the doctors say you can't fight no more. აა ნახე მოაგვარა რაღაცა მოაგვარა. Like I said, I know people. You get all the official paperwork tomorrow. Wow. Right, stamps and signatures. It's just a question of money. გასაგები. Right? ნუ ვიღაცას გადაურეკა რა და როგორ ჩანსო ვითომ ესე იგი შენი დაჭრილობაო ისეთი ცუდი არისო რომ ომში ვეღარ წახვალო. I got it covered. Think of it as a welcome home present. And don't worry, the documents will be clean. Trust me. Well, thanks. და რა ქენიო შენო და Welcome. ამან უთხრა რომ რა ქენიო და ნუ ხო გითხარიო მე ვარ ვიღაცა ხალხო ვიზნებო რა გადავრეკე უცებო და მოაგვარე ვეგო First I gotta go home. ექიმიო დოკუმენტებს მოგცემსო I want to walk და around a little. ჯარში არ წაიყვანენო იმიტომ რომ ვითომ ისეთი დაჭრილი ხარო რომ აი სიარული არ შეგიძლიაო. Come see me tomorrow. We got a lot to talk about. I can't believe you just got me out of the service. Thanks again. No problem. ხომ არა ფულსო მე გადაიხდისო მე მაგ რო დაურეკავ ვიღაცასო. ნუ მე გადავიხდიო მაგასაც და პრობლემა არ იქნებაო. კაი ხოლმე წავიდეო სახშიო და მერე ვილაპარაკოთო. იმედი ამაზე კოპირაითი არ დამედება. ძველი მუსიკებია, მაგრამ მაინც. ვა, ქრისმასის რა ქვია მუსიკა არის. კაი, ამაზე მე მგონი მე დამედება ეხა კოპირაითი, ამიტომაც მოდი მუსიკები გამოვთოთ, რადიო საერთოდ გავთიშოთ. მუსიკა მაინც არის ეს მუსიკა. არ მინდა უბრალოდ რომ გავრისკო და არხი დავიბლოკო რა. კაი, მოდი სახში მივიდეთ და დავამთავროთ ვიდეო ამითი. იმედია რომ მომდევნო ეპიზოდები უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ის ომის ეპიზოდი იყო, იმიტომ რომ ეგ იყო რაღაც საშინელება. თუ არ ვსწრები კიდე ჩვენი სახლი არის რაღაც აქეთ. დედასთან მიდიო. რა ხდება აქ? აი ესეთ რაღაცები არის კიდე Borderlands-ში. Borderlands-ი მომწონს ზოგადად კარგი თამაში არის, მაგრამ იმდენი არა, ნუ არის რაღაცა მომენტები, რომ უი კატა. როდესაც აი არ ველოდები რაღაცას და რაღაც მაფრინდება თავზე და მკლავს. არსაიდან. I'm back. ეს როგორ მოხუცებულა. My boys are home. I thought I'd never see you again. Francesca and me, we wait. მე და ფრანჩესკო ველოდებოდი ზუსტად დიდი ხანია. Sit down. You must be hungry, Vito. მოშევული იქნებიო ძალიან. Special dinner. ფრანცესკომ კარგი რაღაცა მოგიმზადა. Good for you. თლიანად დაჭმო მაგას. Wow, looks good, Frankie. კარგი არის. It's a shame your papa didn't live to see this. ცუდი არის რომ მამა გარდაიცვალაო, რომ ვერ გნახაო შენო. ხა იამაყებ დავშენით. You know better. Sorry, Mama, sorry. ნუ ლოცულობენ ჯერ. რა მოინტერესებს ეს ხოდაშორის? ეს ხო დაიჭირეს და მერე გაუშვეს ეგრევე ომში, მაგრამ მამის გარდაცვალებაზე რანაირად იყო თუ ციხეში იყო ჩასმული, დავიჯერო ციხიდან გამოუშვეს, მიიყვანეს იქ და მერე ისევ ციხეში ჩასვეს და მერე გაუშვეს ჯარში. Your room is just like you left it. ცოტა უნდა დაეძინო რა, შენი ოთახიო ისე არის როგორც დატოვეო. ჩემი ოთახი იქნება აქეთ მაშინ. კაი, დავათვალე რომ ჩემი ოთახი. ესე იგი ქრისტიანი კაცი ვართ, რაც ძალიან კარგი არის. გვიყვარს ძაღლებიც, განსაკუთრებით მე მგონი მონადირე ძაღლებია ესენი. და რაღაც სპორტი. კაი, დავიძინოთ ასე ვარ ახლა მეც, აი ყოველთვის მეძინებოდა რატო არ ვიცი. Sleep
ნუ ორივესო ხო აგნახავთო რა. კარგი არა პრობლემა. მაგრამ დაჭრა არ დამინახია ესე პრინციპში ტანკმა როგორ სულა კი ვიცი, მაგრამ დაჭრით cut it. I gotta find a place to stay. ნუ ეს არ მეყოფაო რა რაღაცა მინდა რომ წესიერი სახლი ვიპოვო, სადაც დავრჩებიო. ნუ ერთი სიტყვით, ეხლა უნდა ჩავიცოთ როგორ ჩანს და ალბათ მოპაროს დავიწყოთ რაღაცა მსგავსი, რომ მე ნახოთ კარგი უფრო სახლი. გრაფიკებს კიდე რაც შეეხება, ამას გადავხედავ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ Definitive Edition-ი რომელიც არის, ესეთი ცუდი გრაფიკა კონდეს. შეიძლება აქვს, არ ვიცი, მაგრამ მაინც გადავხედავ. ეხლა კიდე წავედი, იმედია რომ რაც ნახეთ ეს მოგეწონათ ეს პატარა ნაწყვეტი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდგომ ვიდეოში და დროებით.